მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან. უღმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერებთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ლაიქებთ და კომენტარებთ. ვინც არ მოგხსნათ, გაგეცნობთ, მე ვარ კატო. ესეთი პატარა გაშლა მინდა გავაკეთო ახლა. რას ფიქრობ და თქვენს მიერ ადამიანი, თქვენს ახლა ვნახოთ მისი ფიქრები თქვენს მიმართ. თქვენს რას ფიქრობ და ეს ადამიანი? რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც შეძლო და დაიპყრო მისი გული, შეიძლება ითქვას, ხო? როდესაც ადამიანს თქვენს მიმართ აქვს ძალიან დიდი მოჯაჭვულობის მომენტი, არ ავიწყდებით, სულ თქვენზე უწევს ფიქრი, უნდა არ უნდა, ხვდება რომ იზიდავთ, ხო, ესე რომ ვთქვა, თქვენსკენ აქვს ნების მომენტი. რას ფიქრობდა თქვენზე? კი, ნამდვილად ნების მომენტიც არის აქ გამოსახული, ესე რომ ვთქვა, ადამიანი ფიქრობდა იმას, რომ რამდენად მისთვის სასურველი ხართ, ხო, მნიშვნელოვანი ხართ, შეიძლება ესეც ითქვას. რას ფიქრობდა? თუ თქვენ ხართ დაფარული ურთიერთობა, თუ აქვს რაღაცა ესეთი მომენტი, ადამიანი ფიქრობდა იმას, რომ აქ არის ესეთი სიტუაცია, როდესაც ნახეთ, ბოლომდე მისთვის ამოუხსნელი ხართ, ხო? შეიძლება ითქვას, რომ ვიღაცა რაღაც მომენტში ფიქრობდეს იმასაც, რომ ეზმა ხართ, ხო? თუნდაც იმიტომ, რომ იმდენად მოჯაჭვულია თქვენზე და იმდენად ვერ ახერხებს თქვენს დავიწყებას და იმდენად აქვს თქვენს მიმართ უნდა არ უნდა ფიქრის მდგომარეობა, რომ თქვენ შეიძლება ფიქრობს, რომ ხართ ვეძმაც. კიდევ რას ფიქრობდა ეს ადამიანი? რომ თქვენგან ძალიან თბილი და სასიამოვნო ემოციები მოდის, რომ თქვენ ხართ თბილი ადამიანი, ხო? ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან ესეთი გაწონასწორებული ენერგიები, რომელიც სასიამოვნოა, როგორც კარგია, ხო? ანუ ადამიანი, რომელსაც თავს გრძნობს სიმყუდროვეში. მე ესე ვიტყოდი, რომ ადამიანი ფიქრობს და იმას, რომ თქვენ ხართ ნამდვილად არა. აქ არის თასების მეფე და თასების დედოფალი, ხო? თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ერთნაირი სულის ხართ, შეიძლება ითქვას, რომ ერთნაირი ინტერესი გაქვთ, ხო? ადამიანი ფიქრობს იმას, რომ სასიამოვნო არის თქვენთან კომუნიკაცია, ანუ მისთვის მისაღები ადამიანი ხართ, ისეთი როგორიც ხართ. რას ფიქრობს კიდევ? ფიქრობს იმას, რომ სჭირდება თქვენთან უფრო მეტი მსუბუქი დამოკიდებულება, მსუბუქი ურთიერთობა, მსუბუქად მიუდგეს სიტუაციებს და მას სჭირდება თქვენთან ესე ვთქვათ, ზრუნვის მდგომარეობა, რაღაცა ყურადღების მდგომარეობა. ყოველ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი ფიქრობს იმას, რომ თქვენგანაც უნდა, მაგრამ თვითონაც უნდა ჩადოს რაღაცა რესურსი, რომელიც